გუშინ ღამით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ფედის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფედმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლად 4.5%-იან ნიშნულზე დატოვა, რაც გასაკვირი არავისათვის არ ყოფილა. პაუელმა განაცხადა, რომ ფედერალური რეზერვი ერთგული რჩება თავისი ორმაგი მანდატის, რაც დასაქმების წახალისებას და ქვეყანაში ფასების სტაბილურობის დაცვას გულისხმობს. მისი თქმით, ეკონომიკა კვლავ ძლიერია და ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესიც იქნა მიღწეული, განსაკუთრებით 2024 წელს, როდესაც ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა თითქმის 2%-ით გაიზარდა. ფედის ხელმძღვანელის თქმით, შრომის ბაზარი უკვე სტაბილურია. ბოლო 3 თვის განმავლობაში საშუალოდ 170,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო უმუშევრობის დონე გასულ თვეს საერთოდაც 4.1%-მდე შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხელფასების ზრდა შენელებულია, რაც შრომის ბაზარს უფრო დაბალანსებულს ხდის და ეკონომიკაზე ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს. პაუელი იმასაც აღნიშნავს, რომ ინფლაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა 2%-იან სამიზნე ნიშნულს ისევ ოდნავ აჭარბებს. როგორც ცნობილია, წლიური ინფლაციის დონე ამერიკაში ამჟამად დაახლოებით 2.6%-ის ფარგლებშია. ჯერომ პაუელის განცხადებით, ფედერალური რეზერვი ყურადღებით აკვირდება ყველა ეკონომიკურ რისკს და საჭიროების შემთხვევაში მონეტარულ პოლიტიკას შეასწორებს. ამასთან მიმდინარეობს ფედერალური რეზერვის 5-წლიანი მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის განხილვა, რომლის დასრულებაც 2025 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. აქვე, ვინაიდან ფედერალური რეზერვის ხელმძღვანელზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ვისაუბროთ და შევეხოთ იმ საკითხსაც, რაც უკავშირდება საფონდო ბირჟას და ზოგადად ბაზრის, ასე ვთქვათ, პასუხს ფედის ხელმძღვანელის განცხადებების მიმართ. ზოგადად ბაზარმა ჯერომ პაუელის განცხადებები შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიტრალურად მიიღო, რადგანაც გამოკვეთილი მიმართულება უოლ სტრიტზე არ ყოფილა. დღევანდელი სავაჭრო სესია საკმაოდ პოზიტიურადაც კი დაიწყო, დაახლოებით 0.5%-იანი ზრდა ავიხილეთ, თუ კი რამდენიმე კომპანიას არ გამოვაკლებთ, რომლებმაც ან ცუდი ან ზედმეტად კარგი შედეგები დააფიქსირეს, რაც პრინციპში არის ტრადიციული მოვლენა. ფედის ხელმძღვანელების მხრიდან ჩვენ ვიხილეთ ბოლო შეხვედრაზე ფაქტობრივად ნეიტრალიტეტი, რადგანაც ვინაიდან ეს არის მისი პირველი სიტყვით გამოსვლა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ის ერიდებოდა, შეგვიძლია ვთქვათ, რადიკალური განცხადებების გავრცელებას, განსაკუთრებით იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ტრამპს დიდად არ მოსწონს ფედის მიერ ამჟამად გატარებული მონეტარული პოლიტიკა. მოგეხსენებათ, ტრამპი მოითხოვს განაკვეთების შემცირებას, თუმცა ტრამპს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არანაირი ძალაუფლება ფედზე არ აქვს, რადგანაც ფედერალური რეზერვი არის ამერიკაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო, მას აქვს საკუთარი მანდატი და ვერც პრეზიდენტი, ვერც კონგრესი და ვერც მოსამართლე ვერავერს ვერ აიძულებს ფედერალურ რეზერვს, რადგანაც ამ უწყებამ უნდა იზრუნოს გრძელვადიან კეთილდღეობაზე და გრძელვადიან სტაბილურობაზე. შესაბამისად, ფედის გეგმები იზომება 10 წრეულებში და არც 1 ან 2 კვარტალში. ამიტომაც ტრამპი შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაუელის მიდგომებს დიდად რადიკალურად ვერ შეძლებს, თუმცა ის მოგეხსენებათ ამბიციური ადამიანია და მან თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერომ პაუელმა როდესაც ამ შეხვედრაზე არ დაწია განაკვეთი ქვევით, ამითი კიდევ ერთხელ მიაყენა ამერიკის ეკონომიკას დარტყმა და ტრამპი იმასაც ამბობს, რომ ის პრობლემა, რომელიც დღეს ამერიკაში არის, ანუ საუბარი გვაქვს ინფლაციაზე, არის თავად ფედის მიერ შექმნილი, რადგანაც თავის დროზე 2020-21 წლებში, როდესაც ინფლაცია ამერიკაში დაჩქარდა, ეს ყველაფერი იყო განპირობებული მისი თქმით, ისევ და ისევ ფედის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით. ამ საკითხზე შეგვიძლია ძალიან დიდხანს ვიმსჯელოთ, ეს ფისკალურმა ხარჯებმა გამოიწვია თუ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მაგრამ ტრამპი როგორც ჩანს ამ ყველაფერს აბრალებს ფედის იმ დროს გატარებულ პოლიტიკას. აქვე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, განაკვეთის უცვლელად დატოვებაზე და ზოგადად წლის პერსპექტივაზე. სავარაუდოდ წელს ფედი განახორციელებს 2 დიდ ინტერვენციას, დიდი ცვლილებები წელს არ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქნება ეტაპობრივი შემსუბუქების, ასე ვთქვათ, მიდგომა, რაც საფონდო ბირჟებზე და ზოგადად ეკონომიკაზე აისახება შემდეგგვარად. კაპიტალის დიდად არ გაიაფება, რა თქმა უნდა, არ შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რადგანაც ინვესტორებს მოგეხსენებათ უყვართ იაფი კრედიტი და იაფი ფული, ხოლო თუ კი ფედი მომდევნო 6 თვის განმავლობაში მაგალითად არაფერს არ იზამს, ეს რა თქმა უნდა ფულს არ გაიაფებს, რაც საფონდო ბირჟის ზრდას ცოტა არ იყოს და შეზღუდავს, მაგრამ თუ კი ერთით მეტი ინტერვენცია განხორციელდება, ან მაგალითად მომდევნო ინტერვენცია იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე მას მოელიან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საფონდო ბირჟისათვის იქნება უდიდესი კატალიზატორი. ასევე
ეს ძალიან კარგად და პოზიტიურად აისახება სავარაუდოდ კრიპტობირჟაზე, თუ კი რა თქმა უნდა მოხდება, ვინაიდან კაპიტალის გაეფება ზუსტად იმ პრინციპით მოქმედებს კრიპტობირჟაზე, რა პრინციპითაც მოქმედებს მაგალითად ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასზე, რადგანაც კრიპტო და ზოგადად საფონდო ბირჟა ცოტა არ იყოს და ერთმანეთთან ტანდემში მოძრაობენ. აგრეთვე ამ ყველაფერს გავლენა ექნება ოქროზეც, ვინაიდან ოქრო მაშინ იძენს თავის ღირებულებას, როდესაც ამერიკული დოლარი უფასურდება, ხოლო ამერიკული დოლარის გაუფასურებას თავის მხრივ იწვევს, რა თქმა უნდა, ფედის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის დაწევა, რადგანაც ოქრო მაშინ არის ყარი, როდესაც დოლარი არის დასუსტებული, ხოლო დოლარი მაშინ არის ძლიერი, როდესაც განაკვეთი არის გაზრდილი. მოკლედ, აქ არის ასეთი ძალიან საინტერესო მიმართება. და თუ კი გავითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მოცემულობა, რაც დღეს არსებობს ბირჟებზე, პრინციპში მომდენო 2-3 თვის განმავლობაში შენარჩუნდება, რადგანაც ფედი არაფერს რადიკალურს არ ამბობს და იმის მოლოდინი, რომ ინფლაცია ხვალ მაგალითად 3.5% გახდება ან 4%, ეს რა თქმა უნდა არის არარეალისტური, ამისი არ უნდა გჯეროდეს და არც იმისი არ უნდა გჯეროდეს, რომ მაგალითად პაუელი გამოვა ზეგდილით და იტყვის, რომ რეფინანსირების განაკვეთი მაგალითად 1.5%-ით დაიწევს კვირის ბოლოს. არც ეს არ მოხდება, სავარაუდოდ ამერიკაში იქნება სტაბილურობა, რაც პრინციპში ინვესტორებსაც მოსწონთ, ეკონომიკასაც მოსწონთ და ამ ყველაფრის ფონზე ვხედავთ, რომ იზრდება როგორც ამერიკული საფონდო ბირჟა, ასევე თავად ქვეყნის ეკონომიკაც.